ახლა საინტერესო არის ამ საკითხთან დაკავშირებით და ეგრეთ წოდებულ პირბადეების საქმეზე გამოიკითხება თუ არა თავად ირაკლი კობახიძეს, ვინაიდან დღეს ცნობილი გახდა, რომ პროკურორების და სახელმწიფო ბრალდების ერთ-ერთი მთავარი კითხვა და ინტერესი იყო, ვინ იდგა 2024 წლის დიდი აქციების ორგანიზების უკან და ვინ იყო ამ აქციების ორგანიზატორი. ეს კითხვა დაუსვეს ბრალდების მხარის წარმომადგენლებმა დღეს გიორგი მშვენიერაძეს, რაზეც გიორგი მშვენიერაძემ უპასუხა, რომ ამ აქციების ორგანიზატორი იყო ირაკლი კობახიძე, ვინაიდან სწორედ მის მიერ გაკეთებულმა განცხადებამ დაამობილიზა საზოგადოება, გამოიყვანა ქუჩაში ხალხი და მთავარი ორგანიზატორი ამ პროტესტის სწორედ ირაკლი კობახიძე არის, ამიტომაც მათ შორის მშვენიერაძეს აინტერესებს გამოკითხავენ თუ არა ირაკლი კობახიძეს ამ საქმეზე. გარდა ამისა, კითხვები ეხებოდა მშვენიერაძის Facebook პოსტებს და იმას, თუ რატომ ფიქრობს გიორგი მშვენიერაძე და მესამე სექტორის წარმომადგენლები, რომ დღეს საქართველოში განვითარებული მოვლენები და ეს აქციები არის კარგი, სწორედ ამ თემებით დაინტერესდა ძირითადად პროკურატურა და გიორგი მშვენიერაძე აცხადებს, რომ ეს პროცესები მხოლოდ იმიტომ იმართება, რომ ქართულ ოცნებას სურს მათ მიმართ ოპოზიციურად და კრიტიკულად განწყობილი საზოგადოება როგორმე გააჩეროს. პროკურატურის წარმომადგენლებს სავარაუდოდ არ ქონდათ კარგად წაკითხული ორგანიზაციის წესდება, ან აინტერესებდათ მე რამდენად კარგად ვიცნობდი ორგანიზაციის წესდებას, რომლის გამგეობის თავმჯდომარე ვარ და ფიქრობ ეს გამოსდა კარგად ჩავაბარე. მეორე საკითხი ეს არის, რომ მათ ქონდათ შეკითხვები დაკავშირებული ჩემს ზოგიერთ Facebook პოსტთან დაკავშირებით. ამაყივარო ეს პოსტები მიწერია და მომავალშიც მსგავსი პოსტები ალბათ ბევრს დავწერ კიდე Facebook-ზე. იყო საკითხი დასმული, ვინ არის ორგანიზატორიო, ვინ იყო ორგანიზატორიო 2024 წლის პროტესტისო. მე დაუსახელე ორგანიზატორი, ეს არის ბატონი ირაკლი კობახიძე, რომელსაც საკუთარი განცხადებით 28 ნოემბერს ფაქტობრივად მთელი საქართველოს მობილიზება გააკეთა და ხალხის ქუჩაში გამოსვლა უზრუნველყო საქართველოს ევროპული მომავლის დასაცავად და იმედია ბატონ ირაკლის კითხავენ, რატო გააკეთა მან ეს. გამოძიების მუხლები, ესე ვთქვათ, რასთან დაკავშირებითაც მიმდინარეობს გამოძიება და დასმული კითხვების ურთიერთმემართება. სიმართლე გითხრათ, ცოტა ლოგიკური იყო, გაუგებარი ამ ეტაპისთვის, რამიზანს ემსახურებოდა ბატონი გიორგის დაბარება საერთოდ საგამოძიებო უწყებაში, ასევე მათ მიერ გაჟღერებული მუხლები, რომელთაც მიმდინარეობს გამოძიება, რა კავშირშია იმ კითხვებთან, რომლებიც გააჟღერეს მათ და დასვეს ბატონი გიორგის წინაშე. გიორგი მშვენიერიძე აიკითხებოდა დაფინანსებასთან დაკავშირებით, სხვა ნივთებით მომარაგებასთან დაკავშირებით და მას ამ საქმისთან შემხედლობა არ ქონია. ორი პოსტი იყო, სადაც ის ეხებოდა პიროტექნიკას და ასევე იყო პოსტი წინააღმდეგობასთან დაკავშირებით, მან გაგვცა პასუხი, რომ მას მსგავსი რამისთან შეხება არ ქონია. სხვა მტკიცებულება გამოძიებას ამ ეტაპზე გიორგი მშვენიერაძის მიერ არ გააჩნია. ეგრეთ წოდებული პირბადეების საქმეზე დაყადაღებული არის NGO-ების ფონდები, ანგარიშები ამ საქმესთან დაკავშირებით. ნინო დოლიძე და გიორგი კლდიაშვილი არიან ამ დრომდე გამოკითხული. დღეს გიორგი მშვენიერაძის გამოკითხვა მოხდა და ეს გამოკითხვების სერია გაგრძელდება და პროკურატურას აინტერესებს, რატომ ჰქონდათ მაგალითად ნაყიდი მესამე სექტორის წარმომადგენლებს პირბადეები, სათვალეები და სხვადასხვა დამცავი საშუალებები აქციების პროცესში. საქალაქო სასამართლოდან ხატია სამხარაძე საუბრობდა პირდაპირ ეთერში.